საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად შეუძლიათ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სერვისში ახალი ციფრული მომსახურება გონიერი კონტრაქტი დანერგა. ინოვაციური სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესისა და ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს დისტანციური სესიის დაჯავშნა კი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. რაც გულისხმობს სერვისი გონიერი კონტრაქტი, რატომ გადაწყდა მისი შეთავაზება მომხმარებლებისთვის და როგორია მოთხოვნა სტუმართან ნიუსტიციის მინისტრის მოადგილესთან თამარ ზოდელავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებლისთვის რომ განმარტოთ უფრო დეტალურად რა ზიას, რა სერვისია საუბარი, რამდენად მოთხოვნადია ეს სერვისი და რატომ გაჩნდა ამ სერვისის ჩაშვების აუცილებლობა. მოგესალმებით, მიხარი რომ საუბრობთ კიდევ ერთ ინოვაციურ სერვისზე, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივესთან არის დაკავშირებული, თუმცა დავიწყებ თავად გონიერი კონტრაქტის ინოვაციურ სერვისზე, რომელსაც საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აწვდის უძრავი ქონების ტრანზაქციებზე. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს მოქალაქეს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ახალი ციფრული სერვისით ისარგებლოს. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ძალიან მარტივი, უსაფრთხო და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ დისტანციურ ციფრულ მომსახურებაზე. თავად გონიერი კონტრაქტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და არის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს პასუხობს და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები დაცული არის და უზრუნველყოფილია იმით, რომ კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ ერთი მხრივ გონიერი კონტრაქტის გამოყენებით ბუნებრივი არის უძრავი ქონების ტრანზაქცია განახორციელო. რაც შეეხება თავად ინდმეწარმეების რეგისტრაციას და რატომ განისაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ცდილობს, რომ მოქალაქეზე ორიენტირებული ახალი სერვისები შესთავაზოს და მე ციფრებს დავასახელებდი 2025 წელს ინდმეწარმის განცხადებები 54,000 აჭარბებდა, საიდანაც 40,000 იყო საქართველოს მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წელს 24,000-დან 20,000-ზე მეტი განაცხადი არის საქართველოს მოქალაქის მიერ გაკეთებული. ეს სწორედ იყო ის მანიშნებელი, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ იმ ინოვაციურ სერვისს, რომელსაც გონიერი კონტრაქტი წარმოადგენს, ბიზნესის სიმარტივისათვის დამატებოდა სწორედ ინდმეწარმის რეგისტრაცია. თუმცა საჭიროება რამ გააჩინა, თქო, მოთხოვნა იყო დაუშვათ საზღვარგარეთ ცხოვრებიან მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომ ამ ტიპის მომსახურება შეგეთავაზებინათ. მე მესმის, რომ ბუნებრივია ძალიან კარგია ყველა ასეთი ინოვაციური შეთავაზება მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ რეალურად გვიმარტივებს ხო ეს სახელმწიფო სერვისებთან ურთიერთობას და აი ამ სერვისებზე სტომას. თუმცა საჭიროება რატომ დავინახეთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ამ ასეთი ინოვაციური სერვისების შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან ფულად რესურსთან არის ხო დაკავშირებული. სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, დიდი იყო მოთხოვნა საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამ ტიპის სერვისებზე? პირველი ის არის, რომ მე ვახსენე ის ციფრები მომართვიანობის, რომელიც იყო გამსაზღვრელი და ის მიმდინარე წელსაც კი 20,000 აჭარბებს. პირველი ეს იყო, ასე ვთქვათ, მოთხოვნის რაოდენობა. ასევე მე ვახსენე ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ჩვენი მთავარი გამსაზღვრელი იმისათვის, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ მასიური მორგებული ინოვაციური სერვისები. თქვენ საუბრობთ მოქალაქეებს, რომლებიც სოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან. გონიერი კონტრაქტი დღეს მდგომარეობით უძრავი ქონების მიმართულებით 21 ქვეყნის მასშტაბით არის გამოყენებული და 300-მდე ტრანზაქცია იყო განხორციელებული. შესაბამისად, ჩვენ აი ამ ერთობლიობით ვიხელმძღვანელეთ და ბუნებრივი არის შევთავაზეთ უკვე მოქალაქეებს, რომ არა მხოლოდ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეისათვის უკვე 6 ასეთი ტრანზაქცია იყო დასრულებული, ანუ ინდმეწარმე დარეგისტრირდა. აღსანიშნავია ის, რომ რეგიონებიდან იყო შესაბამისი განცხადებები შემოსული და ძალიან კარგი არის ის, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა ისარგებლეს, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი იყო. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, არამედ საქართველოს ნებისმიერ წერტილიდან შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. პრაქტიკაში როგორ გამოიყენება ეს? მე მაქვს რაღაც კონკრეტული ამ შემთხვევაში სურვილი ამ გონიერი კონტრაქტის სარგებლობაზე. როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს? იმისათვის, რომ თქვენ გონიერი კონტრაქტის ვის შეუძლია ამის გამოყენება ბუნებრივად? გონიერი კონტრაქტის გამოსაყენებლად პირველ რიგში აუცილებელია, რომ თქვენ იყოთ საქართველოს მოქალაქე, ფლობდეთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს, რომელიც არის მოქმედი, ეწვიოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს nap.gov.ge. იქ გაიაროთ ერთგვარი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს, რომ თქვენ დაჯავშნოთ შესაბამისი სერვისი და უკვე შემდგომ და
დაგიკავშირდებათ საჯარო რეესტრის წარმომადგენელი და უკვე დანარჩენი ყველაფერი მიმდინარეობს ციფრულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომელიც არ მიხსენები არის, რომ გონიერი კონტრაქტის სერვისისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დაცულობა და დაცულობა გულისხმობს ასევე ტრანზაქციის თანადროულობას. თქვენ როდესაც გადაიხდით სერვისს, ბუნებრივი არის მისი დასრულებაც მყესიერად აისახება და თქვენ უკვე ამოგდით ამონაწერი, იქნება ეს ასე ვთქვათ ქართულ ენაზე თუ საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ასევე მიიღოთ ინგლისურ ენაზე. კი ბატონო, ანუ გონიერი კონტრაქტის სერვისი თუ ძრავი ქონების რეგისტრაცია ერთით ყველა საინტერესო. მოქალაქეები ხშირად არიან ერთგვარ დილემის წინაშე, ხო, თუ როგორ მოიქცნენ თანხის გადახდის დროს პირველებმა გადაიხადონ თანხა თუ და ასე შემდგომ. ეს ხშირად არის ხოლმე და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. აი ამ შემთხვევაში რეალურად რაიმე ტიპის პრობლემას შეიძლება თუ არა შეექმნას მომხმარებელს აი ამ ნაწილში. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გონიერი კონტრაქტის სერვისი არის ძალიან დაცული და უსაფრთხო. აქ აღინიშნება ის, რომ სწორედ მყიდველის თანხა მესაკუთრეს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში და თანადროულობა ვახსენე, სპეციალური ბანკის ანგარიშზე განთავსდება აღნიშნული თანხა და როდესაც დასრულდება ტრანზაქცია და მყიდველის ასე ვთქვათ მყიდველზე გადადის უკვე საკუთრების სახით უძრავი ქონება და ამოდის ამონაწერი მხოლოდ მაშინ უკვე მესაკუთრე მიიღებს ამ თანხას. შესაბამისად თანადროულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ გონიერი კონტრაქტის გამოყენების დროს. არა ნაკლები მნიშვნელოვანია თვითონ გამართულობა სერვისის ხო და მთლიანად სისტემის. აი ამისგან თუ ხარ დაცული დაუშვათ აი განსაკუთრებით როცა საქმე მთლიანობაში ელექტრონულ ნაწილს ეხება ხო? აი ამ მიმართულებით თუ გაქვთ დაუშვათ დაცვის ისეთი მექანიზმი, რომ უშუალოდ აი ამ გონიერ კონტრაქტზე მუშაობის პროცესში არ მოხდეს ისეთი ხარვეზი, რაც მე სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მოქალაქეს. ცხადი არის ჩვენ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვპასუხობთ გონიერი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვევაში და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის სესია ერთგვარ, რომელიც ვახსენე მე, აუდიო ჩანაწერით იტვირთება და ინახება შესაბამისად ნებისმიერ მონაწილე პირს, ანუ თვითონ გონიერი კონტრაქტი ვის მიმართაც ასე ვთქვათ, განხორციელდება, მას შეუძლია გადაამოწმოს და რა თქმა უნდა, ეს არის სრულყოფილად დაცული. ამას გარდა ბუნებრივი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების კუთხით დაცვა. ერთი არის რა თქმა უნდა ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით დაცვა, მეორე არის პერსონალური მონაცემების კუთხით დაცვა და ყველა პოლიტიკა და სტანდარტი რა თქმა უნდა თანხმედრაში არის გონიერი კონტრაქტის სერვისი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, რა უპირატესობა აქვს აი ამ კონტრაქტს და რატომ ეს და არა დაუშვათ სხვა მომსახურებები და სერვისები. ბუნებრივია იმ ყველაფრით სარგებლობა შეუძლია, ეს არ გამორიცხავს უბრალოდ რადგან ინოვაციურია სწორედ ამის გათვალისწინებით. გონიერი კონტრაქტის სერვისი ეს არის მარტივი, უსაფრთხო და ძალიან სწრაფად ციფრულად ხელმისაწვდომი. ეს არის სწორედ ის უპირატესობები, რომელსაც მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს თავაზობს. ყოფნისას მე შემიძლია რომ ნებისმიერი მომსახურება დავჯავშნო და აი ამ გონიერი კონტრაქტის საშუალებით ისე გავაკეთო, რომ არ მოვიდე დაუშვათ არც ერთ შენობაში, რომელიც ამ შემთხვევაში იუსტიციის სახლის არც ერთ შენობაში, ხო? კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ახლა ისარგებლოთ თქვენი ტელეფონით, შეხვიდეთ რეესტრის ვებგვერდზე და უკვე გაყვეთ შესაბამის ინსტრუქციას, იქ არის განთავსებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ასევე, რა თქმა უნდა, დახმარების სახით არის მოქალაქეზე მითითებული. ანუ იქიდან კონკრეტული თანამშრომელი შემოდის კონტაქტზე თუ ავტომატურად ეს ავტომატიზირებულია და შესაბამისად რეალურად ხელოვნური ინტელექტის ნაწილს ველაპარაკები და არ არის რეალურ ადამიანს. დღეს მდგომარეობით ჩვენ თავაზობთ დისტანციურ სერვისს, რაც გულისხმობს, რომ ერთი მხრივ თქვენი ვინაობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა გადამოწმდება ხელოვნური ინტელექტის მიერ, ხოლო მეორე მხრივ ასევე სესიის განმავლობაში საჯარო რეესტრის წარმომადგენელი უზრუნველყოფს ტრანზაქციის დასრულებას. თუმცა აქვე დავძენ, რომ ჩვენი რა თქმა უნდა გეგმა არის, რომ სრულად გაციფრულდეს ყველა სერვისი და რა თქმა უნდა გონიერი კონტრაქტი მათ შორის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ამ განმარტებისთვის. მე დარწმუნებულია, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს ძალიან გამოადგება, წარმატებებს გისურვებ და სხვა ინოვაციურ სიახლეებთან დაკავშირებითაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში თამარ ზოდელავა საუბრობ.